ვისაუბრებთ პნევმონიაზე, ფილტვების ანთებაზე. მნიშვნელოვანი კითხვა აქვს ხოლმე ადამიანებს სულ, როცა გაცებულები არიან, რომ ხომ არ არის ეს პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება ხომ არ მაქვს, ან ბავშვს ხომ არ აქვს, ან ასე. და ერთი, როგორ გავარჩიოთ, ან ფილტვების ანთება აქვს თუ არა ამ ადამიანს, მეორე, როგორი არსებობს ფილტვების ანთება, იმიტომ რომ ზოგი ამბობს, რომ მე თურმე მოსიარულე ფილტვების ანთება მქონდა და ვერ გავიგე დიდხანს და ასე. როგორ მიხვდეთ რის გამოა და როგორ ხდება მათი მკურნალობა. და როგორ გავარჩიოთ მოდელი. მოდელში გულისხმობ, რომ ერთი მეორესგან როგორ გავარჩიოთ. ანუ ყველაზე მთავარი უნდა ვთქვათ პნევმონიაზე, ფილტვების ანთებაზე, რომ ფილტვის ქსოვილი ზიანდება ამ დროს. ძირითადად არის ან ბაქტერიის, ან ვირუსის გამო. უმეტესად შეიძლება იყოს სოკოც, მაგრამ იშვიათად. მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში მოკლედ არ ვაქცევთ ყურადღებას სოკო, სავარაუდოდ არ იქნება, ჩავთვალოთ უმეტეს შემთხვევაში 95%-ზე მეტ შემთხვევაში. და აქ უმეტესად ან არის ბაქტერიული, ან არის ვირუსული. ბაქტერიული ფილტვების ანთება ყველაზე ხშირია და როგორი სცენარია ბაქტერიული ფილტვების ანთებას ყველაზე ხშირად აქვს, რომ ადამიანს ჰქონდა გრიპი, მოგიყვება რომ ჰქონდა გრიპი, მერე გამოკეთდა, ანუ უკეთესად გახდა და მერე დაეწყო ერთბაშად სიცხე და ეს სიცხე არის მაღალი, სიცხე შეიძლება იყოს 39, შეიძლება იყოს მეტი და ერთბაშად მოხდა მოკლედ არა ნელ-ნელა, არამედ ერთბაშად მაღალი სიცხე, ეს კანკალი, შემცირნება და ნახველი არის სქელი, ჟანგისფერი და ძლიერიც. შეიძლება თავიდან დაიწყოს მშრალით, მაგრამ მერე გახდეს სქელი ნახველიანი. ადამიანის სუნთქას უფრო ჩქარა და განსაკუთრებით თუ რაღაც კეთებას იწყებს ეს სუნთქო უმძიმდება, გულმკერდში აქვს ტკივილის შეგრძნება, სუნთქვისას აქვს ტკივილის შეგრძნება, საკმაოდ ძლიერი. და რენტგენზეც გამოჩნდება, რომ არის ისა ანთება. ხო, კლასიკური სცენარი არის განსაკუთრებით ასაკონებში, რომელმაც გადაიტანეს გაცი გრიპი და მაგის მერე გახდნენ ცუდად. უმეტესად ყველაზე ხშირი სცენარი ეგ. თუმცა შეიძლება ბავშვებშიც, შეიძლება არა ბავშვებშიც. ბევრ ადამიანს შეიძლება დაემართოს. სიცხე უმეტესად არის მაღალი. ეგ არის ბაქტერიული ფილტვების ანთება. უმეტესად იწვევს სტრეპტოკოკუს პნევმონია. ამას ქვია ტიპიური ფილტვების ანთება. ანუ ტიპური, ანუ ხშირი. ანუ ყველაზე მეტად ეს სცენარი შეგხვდება, ანუ ყველაზე ხშირად. მეორე მნიშვნელოვანი სცენარი არის მიკოპლაზმით გამოწვეული პნევმონია, რომელსაც ეძახიან ატიპიურს. აი მას ეძახიან მოსიარულე პნევმონიას. ანუ გვაქვს ტიპიური, გვაქვს ატიპიური და მესამე ვირუსული. უხეშად რომ ვთქვათ, ეს კლასიფიკაცია ყველაზე ისეთია მომცემი, ინფორმაციული, გაიგებ რაშია საქმე. ატიპიური როგორია ხა? ატიპიური პნევმონიის დროს რა ხდება? ძირითადად იწვევს მიკოპლაზმა და ადამიანს აქვს სიცხე, ეს სიცხე იწყება ნელ-ნელა, აქვს ხველა, სიცხე შეიძლება გაგრძელდეს ბევრი დღე და ეს სიცხე 39-ზე ნაკლებია რა, მაგრამ ძირითადად 37.5-ზე მეტია. ძირითადად. მაგრამ 39-ზე ნაკლებია. ადამიანი იმდენ ცუდად არ არის, რომ ვერ დადიოდეს, ზოგჯერ ჩვეულებრივ დადიან და შეიძლება 1-2 კვირა კონდეს ეს სიცხე. და აუცილებლად ჭირდება მკურნალობა. მკურნალობა რა არის? მკურნალობა არის მაკროლიდები, აზიტრომიცინი მაგალითად და დოქსიციკლინი უფრო ასაკონებში ან ბავშვებში. დიდ ბავშვებში ოღონდ უფრო უსაფრთხო არის აზიტრომიცინი უფრო პატარებში. დიდებში და მოზრდილებში არის ხოლმე ისა დოქსიციკლინი. რაც შეეხება იმას ამ ტიპიური პნევმონიის მკურნალობას, ძირითადად მკურნალობენ ხოლმე ამოქსიცილინით, აუგმენტის რო ეძახთ ამოქსიცილინ კლაულინატის მჟავით, ძირითადად მაგით. ცეფტრიაქსონით კიდე ზოგჯერ ცეფტრიაქსონს პლუს ის მაკროლიდები, ანუ აზიტრომიცინი. ასეთ მკურნალობენ. რაც შეეხება აი ამ მოსიარულე პნევმონიას, ხშირად არის შეუმჩნეველი, ამიტომ როგორც კი ეჭვს მიიტანს ადამიანი, რომ შეიძლება იყოს გახანგრძლივებული სიცხე, ვთქვათ, ეხლა 3 დღე სიცხე
არ ნიშნავს რომ მაინც პნევმონია აქვს ადამიანს შეიძლება რომ გაცივდა გრიპი აქვს გაივლის ეგ არა ახლა ისეთი უფრო მეტად ემართებათ ხოლმე ახალგაზრდებს სადაც ისეთ ადგილებში არიან სკოლებში ბანაკებში დორმებში და ასე უმეტესად ხო და შემაწუხებელი ყველა იცის კიდე ანუ ახველებს უმეტესად უფრო მშრალი აი ეს არის ატიპიური პნევმონია მესამე ყველაზე ხშირი გამომწვევი არის ასევე ტიპიური რომელსაც ქვია ჰემოფილუს ინფლუენსა ტიპიური პნევმონია მოკლედ ეგეც ტიპიური გამომწვევია ბაქტერია მაგრამ როგორ იცის ახლა რომ ეგეც საკმაოდ ხშირი ანუ იშვიათი არ არის და ანუ ისეთი მაღალი სიცხეები და ისეთი ერთბაში არ იცის როგორც ვთქვათ იმან სტრეპტოკოკუს პნევმონია მაგრამ ამანაც იცის საკმაოდ მაღალი 38-ზე მაღალი არის ყოველ შემთხვევაში 39-ამდე ზადის მაგრამ მაინც უფრო შედარებით დაბალი ვიდრე სტრეპტოკოკუს პნევმონიით გამოწვეული ანუ ჰემოფილუს ინფლუენსაც მნიშვნელოვანი ის არის გამოწვეული უფრო მეტად იმ ადამიანებში გვხვდება ვისაც აწუხებს უკვე ფილტვები და მაგალითად ქრონიკული ბრონქიტი აქვს ფილტვების ობსტრუქციული დაავადება აქვს მწეველები არიან და შეიძლება ნახველიანი ის შეიძლება იყოს ნახველში შეიძლება იყოს წითელი ხაზებიც ანუ აი სისხლის ხაზები იყოს ნახველში ნახველი შეიძლება იყოს ყვითელი მწვანე და თან ცოტა ოდნავ სისხლიანი აი ეგ დამახასიათებელია ჰემოფილუს ინფლუენსასთვის კურნალობა არის ამოქსიცილინი კლაულინატით აქაც და ცეფალოსპორინებითაც შესაძლებელია ხო ისა კურნალობის შემთხვევაში კურნალობა ეფექტურია ზემოთ რაც ჩამოთვალე ყველა პნევმონიის დროს მაღალი ეფექტურია კურნალობა ხო და მეოთხე ნაირი პნევმონია ან რები განუხილეთ ტიპიური და ატიპიური პნევმონიები ტიპიური იყო სტრეპტოკოკუს პნევმონია ყველაზე ხშირი გამომწვევი მაღალი სიცხე რომელმაც იცის მეორე ეს ჰემოფილუს ინფლუენზა ესეც ტიპიურია რომელმაც აი ნახველში ცოტა სისხლი იცის და მესამე იყო ატიპიური მიკოპლაზმით გამოწვეული რომელმაც შედარებით დაბალი სიცხეები იცის მაგრამ ეს სიცხეები როგორც წესი 37.5-ზე მაინც მაღალია ანუ 37 თუ აქვს ადამიანს სიცხე 3-4 დღის განმავლობაში ეგ არ ნიშნავს იმას რა ქვია როგორც წესი არ ნიშნავს ატიპიურ პნევმონიას მაგრამ თუ ვთქვათ 35 აქ დღეების განმავლობაში ცუდად არის ახველებს და ასე ახალგაზრდა ეჭვი შეგვიძლია მივიტანოთ და ვირუსული პნევმონია არის მეოთხე ვარიანტი რომელიც ასევე საკმაოდ ხშირია სადაც 30-დან 40% შემთხვევამდე არის და მნიშვნელოვანია იმით რომ გვხვდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში დიდებში პატარებში ყველგან შეიძლება შეგვხვდეს და გვხვდება გრიპის სეზონის დროს ეგ არის თავარი ანუ გრიპის სეზონთან არის დაკავშირებული და მაგ დროს როგორ არის სიცხე საკმაოდ მაღალია ერთბაშად იცის მოკლედ სიცხე შეიძლება ავიდეს 40-მდეც კი, ანუ საკმაოდ მაღალი სიცხე, ძირითადად მშრალი ხველა. შეიძლება თუ არა რომ ვირუსული პნევმონია გართულდეს ბაქტერიულ შეიძლება, რა თქმა უნდა და შესაძლებელი არის და ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ხო. რაც შეეხება სხვა ვირუსებით, აი მაგალითად რესპირატორული სინციტიალური ვირუსით გამოწვეული მაგათ პნევმონიებს, ეგენიც ვირუსული პნევმონიები, ალბათ მაგათ უფრო შედარებით დაბალი სიცხეები ახასიათებთ. სხვა დოზით, მაგრამ როგორც წესი ეგენიც არის 27.5-ზე მეტი, როცა სიცხე აქვს, როცა სიცხე იცის. ყველა უმეტესად არის მშრალი, კუნთების ტკივილი ახასიათებთ. ხო. და უფრო რისკ ჯგუფები არიან ძალიან ახალგაზრდები და ასაკოვანი ადამიანები, რომელსაც იმუნიტეტი აქვთ დასუსტებული. ხო. რაც შეეხება მკურნალობას ამ შემთხვევაში არის დამხმარე თერაპია არის დასვენება, სითხეები, ჟანგბადი, თუ საჭიროა და ოსალტამივირი თუ ის არის 48 საათის განმავლობაში დაიწყებს სიმპტომებიდან ეფექტურია ინფლუენსას, ანუ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ. აი ეს არის ძირითადი, ანუ ეს მოიცავს რეალურად აი თითქმის პნევმონიების 95%, ანუ შეიძლება 95-ს არა 90-ს მაინც, რაც ხდება კლინიკების გარეთ, აი პნევმონიებს. კლინიკების პნევმონიას აქ არ განვიხილავ, იმიტომ რომ
კლინიკაში რო ემართება ადამიანს, იმას მკურნალობენ კლინიკაში და ამ შემთხვევაში რომ ძალიან რო არ გადაიკვეთოს და გართულდეს ეს საკითხი, ამიტომ შემოვიფარგლები რაც ხალხში საზოგადოებაში ვითარდება რომელი პნევმონიებიც. უმეტესად ესენი შეიძლება იმუნიტეტი ვისაც დასუსტებული აქვს და ეგეთ ადამიანებში სოკოვანი და რაღაც აივ ინფექცია ვისაც აქვს მაგ ადამიანებში, მაგრამ ეგენი იშვიათია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.